მე კარგად არ მისმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ, როგორ რის საფუძველზე უნდა გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. არ მისმის აკითხავით და ვერც ვერასოდეს გავიგებ. აი ამ წუთებში, როცა მე ვიდეო ბლოგს ვწერ, ან ამ წუთებში, როცა თქვენ ამ ჩემს მიერ უკვე ჩაწერილ ვიდეო ბლოგს ადევნებთ თვალყურს, პრეზიდენტად რომ მუშაობს ის კაცი მიხეილ ყაველაშვილი, იცით სად იმყოფება? იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი თუ მთავარი არა, ერთ-ერთი მთავარი მტერი სახელმწიფოს დედაქალაქში, კონკრეტულად კი თეირანში და გლოვობს მიმდინარე წლის 28 თებერვალს ლიკვიდირებულ აიათოლა ალი ხამენეის სხვებთან ერთად დგას და არ ვიცი რამდენად ტირის მოთქვამს, მაგრამ იერი კი ნამდვილად აქვს დამწუხრებული კაცისა წინა დღეებში უთუოდ წაივარჯიშებდა მიხეილ ყაველაშვილი სარკესთან, როგორი იერით უნდა ყოფილიყო, როგორი უკაცრავად როჟით უნდა ყოფილიყო ამ ანაშვილებზე ის პრეზიდენტ ფაზეშკიანსაც შეხვდა და იქაც უთუოდ უთხრა ის სიტყვები, რაც ჩვენთვის პრინციპში ცნობილი არ არის, მაგრამ ადვილად სავარაუდოა, ჩვენ წუხვართ აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის ან ამ ქვეყნად აღარ ყოფნის გამო. ვინ მოკლა, ვინ გაანადგურა აიათოლა ალი ხამენეი? აი იმ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელთანაც პრემიერ კობახიძეს თუ ვენდობით, საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესება, გამოსწორება, ხელახლა დაწყება, უნდა სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული ურთიერთობის დაწყება, უნდა ოღონდ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლება თვალთმაქცია. მას შეერთებულ შტატებთან კი არ უნდა ურთიერთობის დაწყება მაინც და მაინც ხელახალი ურთიერთობის დაწყება, არამედ უნდა ამის თქმა და როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან არაფერს უპასუხებენ, ან უარყოფითად შეხვდებიან შეთავაზებას თბილისიდან კობახიძის მიერ გაკეთებულს, უკვე ამის შემდგომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ბანდას ქართული ოცნებისა უნდა თქმა დაახლოებით შემდეგი სიტყვისა, ჩვენ შევთავაზეთ ვაშინგტონს და ვაშინგტონისაგან პრინციპში დადებითი რეაქცია ამ ყველაფერს არ მოხოლია, აქედან გამომდინარე არც არავის შევეხვეწებით კალთებს არ დავახევთ. რეალურად თბილისმა იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მართლაც განახლდეს. კერძოდ, საქციელი უნდა გამოასწოროს და ტრაექტორია, ანუ მოძრაობის ტრაექტორია უნდა შეცვალოს, დასავლეთისკენ უნდა წავიდეს და არა ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ, ჩინეთისკენ, მაგრამ თბილისმა შესანიშნავად იცის, ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის ისიც, რომ თუ ამას გააკეთებს, ის არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა ამყისიერად, მაგრამ მალევე დაკარგავს ძალაუფლების კვერთხს და რაღაცა დაკარგავს ძალაუფლების კვერთხს, შესაბამისად ეს მას არ უნდა ამის გამკეთებელი ის არ არის, აგრეთვე ის არ არის მზად იმისთვის, რომ გაანთავისუფლოს სინდისისა და პოლიტპატიმრები, რასაც პრინციპში ითხოვენ შეერთებული შტატებიდან, ის არ არის მზად, რომ დააბალანსოს ურთიერთობები და ჩინეთთან ურთიერთობის გარდა უფრო სერიოზული ურთიერთობები აწყოს სწორედაც რომ დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან პირველ ყოვლისა, აგრეთვე ევროპასთან, ევროპასა და ამერიკას შორის საქართველოსთან დაკავშირებით უთანხმოება არ არსებობს. ევროპა უფრო მკვეთრი და მკაცრია ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, თუმცა შეერთებული შტატების ხელისუფლებაც უკვე მკაცრია, ან მომავალში კიდევ უფრო მკაცრი იქნება. აქ მე რასაკვირველია, ნაკლებად გულისხმობ კონგრესმენ ჯო ვილსონს, უფრო გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატას, ანუ სენატს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი სახელმწიფო დეპარტამენტს და აგრეთვე იმ ინსტიტუციებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს, ასე ვიტყვი, რომლებსაც საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ და ვინისის და ახლაც უნდათ რომ ჰქონდეთ. აიათოლა ალი ხამენეის გასვენებაში რატომ ჩახვედით? ეს არის მარტივი კითხვა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პასუხს უბრალოდ ბანდა ქართული ოცნებისა პასუხს უბრალოდ ვერ გასცემს და პასუხი შეიძლება იყოს ამგვარი, პროცედურად არის ამგვარი ერთადერთი პასუხია, თუ საყვედურობთ საქართველოს, მაშინ რატომ არ საყვედურობთ სომხეთის ლიდერს? მე უპასუხებ ამ კითხვას. რატომ არ საყვედურობთ აზერბაიჯანის ლიდერს? რატომ არ საყვედურობთ თურქეთის ლიდერს? ხსენებული სამი სახელმწიფოს ლიდერები, ანუ ფაშინიანი, ალიევი და ერდოღანი მართლაც ჩავიდნენ ან ჩავლენ თეირანში და ისინი არ მინდა თქვა სიტყვა იგლოვებენ მერქი, მაგრამ ისინი ამ სამგლოვიარო ღონისძიებებს დაესწრებიან განა არა და მალევე გამობრუნდებიან. ყაველაშვილიც
მალე გამობრუნდება დღეს თუ არა ხვალ ის თბილისში იქნება, მაგრამ კითხვა მაინც მნიშვნელოვანია. რატომ დაესწრო ყაველაშვილი ამ სამგლოვიარო ცერემონიებს და რას ნიშნავს შენ მიდიოდე ქვეყანაში, სადაც ისმის ლოზუნგები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ტრამპს, სიკვდილი ამერიკის შეერთებული შტატების ყველა წინა პრეზიდენტს, ცოცხლებს ვინც არიან კლინტონი, ობამა, ბაიდენი, ბუში, უმცროსი, ეს 4-ია, რამდენადაც მახსოვს, ცოცხალი წინა პრეზიდენტებიდან სიკვდილი ტრამპს, სიკვდილი ვაშინგტონს, სიკვდილი არ ვიცი რა, ყველას და ყველაფერს, ოკეანგაღმრაც არსებობს და სიკვდილი ისრაელს. ამას ისმენდე და თან მეორე პირით, ან მეორე დღეს ამბობდი, რომ მე მინდა, იცით რა არის, მე მინდა ურთიერთობის გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან და თან არ წასრულებდე იმ მოთხოვნებს, რომლებიც ისმის ლაჟვარდოვან ოკეანგაღმა არსებული არაჩვეულებრივი ქვეყნის დედაქალაქიდან. ეხლა ვუპასუხოთ კითხვას, რატომ ჩავიდა ფაშინიანი ასე მაგალითად ალიევი და რატომ არ უნდა ჩასულიყო ყაველაშვილი? ამ კითხვას რეალურად არავინ პასუხობს. მე კი ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებ. პირველ ყოვლისა, სომხეთის და აზერბაიჯანის, თურქეთის არ იყოს უშუალო სახმელეთო მეზობლები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკისა. მათი ჩასვლა განაპირობა პირველ ყოვლისა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობამ თურქეთისა ნაკლებად სომხეთ აზერბაიჯანს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ირანი ამგვარი სახელმწიფოა და იქ ირანმა არ უნდა არიოს ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, რის შესაძლებლობას ირანს თუ მოფერიანდება ის გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ გულახდილები ვიქნებით აქვს. კერძოდ გულისხმობ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განსახორციელებელ პროექტს, რომელსაც ჰქვია ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, რომელიც ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე გადის. ირანს აქვს შესაძლებლობა, რომ არსებითად ჩაშალოს ეს პროექტი, თუ მოინდომებს გარკვეული პერიოდის შემდეგ და ეს ჟესტი ფაშინიანისა და ეს ჟესტი ალიევისა სწორედ ამ გეოსტრატეგიული გადაწყვეტილების ჩაშლის პრევენციას ემსახურება. ანუ ბაქოც და ერევანიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულნი, რომ ეს პროექტი არ ჩაიშალოს. აქედან გამომდინარე, ფაშინიანმაც და ალიევმაც არასწორი სიტყვა გადაათანხმეს, ან შეუთანხმდნენ ვაშინგტონს მეთქი, მაგრამ უთუოდ აცნობეს და აუხსნეს თავარ სტრატეგიულ პარტიულ შეერთებულ შტატებს, რომ მათი ჩასვლა თეირანში და ფორმალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება აუცილებელია მათი ერთობლივი, ანუ ამერიკა, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტისა და პროექტებისათვის. აი საქართველოს ისეთი ტიკიტომ არაა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, შეათანხმა კი კობახიძემ, ან უშუალოდ ივანიშვილმა და ყაველაშვილმა შეათანხმეს კი ვინმესთან ჩასვლა მიხეილ ყაველაშვილისა თეირანში და ამ სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. არა, მე შემიძლია გითხრათ, რომ საელჩოსთვისაც კი არ უცნობებიათ, შეიძლება ფლაძუს სიტყვა არ არის, არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში და არ აუხსნიათ, რომ ჩვენი ჩასვლა აუცილებელია, იმიტომ ეს არის რეალურად კუმფეხი გამოყო პოლიტიკა და პოლიტიკაც არა, ეს არის კუმფეხი გამოყო ნაბიჯი, რომელიც არც არაფერს ემსახურება. მე არ ვამბობ იმას, რომ ყაველაშვილი არაც ვითარ შემთხვევაში და არაც დიდებით არ უნდა ჩასულიყო ირანში. ამას ხაზგასმით ვამბობ, არ ვამბობ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან, ან შესაბამის პირებთან, ვინც კავკასიის რეგიონზე მუშაობს, ეს მესიჯი მიწოდებული არ იყო, ეს იყო თვით ინიციატივა უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისა, რომელმაც დასაკვირველია დავალება მიიღო მოსკოვიდან იმის თაობაზე, რომ მას, ანუ ივანიშვილს გაეგზავნა ის, ანუ ყაველაშვილი, სწორედაც რომ ამ სამგლოვიარო ღონისძიებებზე. აქვე ერთი ამბავის მოჩნდება ჰამენეი, ანუ შვილი ლიკვიდირებული ალი ჰამენეისა არ ესწრება ამ სამგლოვიარო ღონისძიებებს და 9-ში სოცა დაკრძალვა იქნება ალი ჰამენეისა მაღალი ალბათობით უბრალოდ არ იქნება, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ამ რამდენიმე თვის წინ დაჭრილი, თუ ის დღესაც ცოცხალია და თუ ცნობა იმის თაობაზე სწორია, რომ ის დაჭრილი იყო და არა ლიკვიდირებული, მას უბრალოდ არ შეუძლია ის იყო არ დაგავიწყდეთ ფეხის და არ დაგავიწყდეთ მუცლის არეში დაჭრილი. ძალიან საინტერესოა, როდესაც შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის
პრეზიდენტს ფაზეშკიანს რას საკითხებზე ისაუბრეს, არ დაგავიწყდეს, რომ რეგიონში მთლიანად და განსაკუთრებით კი საქართველოში და სწორედაც რომ საქართველოში ირანის გავლენები საკმაოდ მზარდია და ამ ყველაფერს გასაკვირველია ეწირება, ამ ყველაფერსაც ეწირება. ახლა თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ მევიტყვი საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მეთქი არა მხოლოდ ამ ყველაფერს ეწირება საქართველოს ისრაელის ურთიერთობები, ისრაელი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უნდა ყოფილიყო და განსაკუთრებით უსაფრთხოების სფერო მიმართულებაში და ისრაელი სამწუხაროდ ახლა უკვე, როდესაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მანდასკარწმული ოცნების არც თუ ადეკვატური პოზიცია უჭირავს ამ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლებას ცოტა განზიდვა ან ცოტა შორსდგომა ურჩევნია საქართველოსაგან, რომელიც აქ გითხარით, მისი მნიშვნელოვანი საყრდენის პარტნიორი და საყრდენი უნდა ყოფილიყო. აღარ ვლაპარაკობ შეერთებულ შტატებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში უთუოდ გაკვირვებულნი არიან იმის გამო, რატომ შეჩადის ამას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და ქართული ოცნებისა. მე მოგახსენებთ კიდევ ერთ მიზეზს, რატომაც შეიძლება დასაშვებია ფაშინიანის ჩასვლა თეირანში და რატომაც შესაძლებელია დასაშვებია ალიევის ჩასვლა თეირანში და რატომაც არის დაუშვებელი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირის, ამ შემთხვევაში პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლა ამგვარ სამგლოვიარო ღონისძიებაზე. ორივე სახელმწიფო მაინც არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოხელთებული ან პარტნიორი. საქართველოს სამწუხაროდ პარტნიორი არ არის. საქართველოს ახლა სწორედ იმგვარ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, რომ შეერთებულ შტატებთან ახლოვდებოდეს და ახლა პირიქით საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს სულ მინიმუმ ორ დროშობანა, ორ დუნდულობანას. ერთის მხრივ ის იხვეწება, ტყუილი ამბავია ეს, აქ გითხარით, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა დაალაგდეს და მეორე მხრივ ვაშინგტონის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ეგრე ამ ლოგიკით ჩვენ რო ჩრდილოეთ კორეის მეზობელი ვიყოთ და იქ რომ მოხდეს ლიკვიდაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა, იქაც უნდა ჩასულიყო ყაველაშვილი თუ ირაკლი კობახიძე თუ ბიზინა ივანიშვილის ნებისმიერი მსტოვარი, რომელიც იგლოვებდა იმ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის რომელიმე ლიდერის ლიკვიდაციას. რასაკვირველი არ უნდა ჩასულიყო და თუ მე მეტყვით, რომელი უფრო მძლავრი ან ბოროტი სახელმწიფოა, ჩრდილოეთ კორეა თუ ირანი, მე ვერ გეტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეა ბევრად აღემატება ირანს სიბოროტის მასშტაბით და სიბოროტის ხაზით. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხაზი ჩრდილოეთი სამხრეთი დერეფნის გაჭრა რუსეთის ინტერესია, სხვადასხვა რუსეთის უშიშროების საბჭოს დინის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ყოფილი პრეზიდენტი იქ იქნება. მე არ ვიცი, არა ვარ დარწმუნებული, რომ ის გადაიკვეთა თუ გადაეკვეთა დიმიტრი მედვედევი მიხეილ ყაველაშვილს, მაგრამ არც ეს გამორიცხოთ, რომ თუ ყაველაშვილი დარჩა, ან არც შეიძლება არც გავრცელდეს კადრები თუ ცნობა იმის თაობაზე, რომ დიმიტრი მედვედევი თუ დაემთხვევიან ისინი ერთმანეთს დროში და ვითარებაში, დიმიტრი მედვედევმა გაუწოდოს ხელი, ლოთმა გაუწოდოს ფუტბალისტ მიხეილ ყაველაშვილს და გაახსენოს, რომ ეს უკანასკნელი ვლადიკავკაზის ალანიაში ფეხბურთს თამაშობდა. ეს რუსული სამსახურების მიერ ჩაფიქრებული სცენარი იქნება, რომ ვიცოდეთ მაინც. ახლა დავსვათ კიდევ ერთი კითხვა. გადაიწვირთება თუ არა ამ პირობებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები და მე მინდა გითხრათ, რომ რაცა უნდა ეხმეწოს ევედროს ირაკლი კობახიძე ვაშინგტონს იმის თაობაზე, რომ მოდი ახლა ახალი roadmap-ი გავაკეთოთ, საგზაო რუკა გავაკეთოთ და დავიწყოთ ახალი ურთიერთობებიო, ვერ გადაიწვირთება და ახლა უცნაურეს რამეს ვიტყვი, ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან იპარტნიორებს, ეს არის თავდაცვის, ანუ შეერაღებული ძალების კომპონენტი, ანუ შეერთებული შტატებისთვის საქართველოს იქნება მხარდა, საქართველოს იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ რეგიონში. სხვადასხვა ეს პარტნიორობაზე გამახსენდა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას 1 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, როცა ეს რიხით წარმოთქვა უბრალოდ ხმადაბალი იყო, მაგრამ მაინც რიხიანი გამოსვლა უწოდოთ იმ გამოსვლას, რომელიც მას ჰქონდა. იქ თქვა დაახლოებით შემდეგი და დაახლოებით კი არა ზუსტად, როცა ამერიკას სჭირდებოდა, ჩვენ მაშინ დავეხმარეთ, ახლა ჩვენ გვჭირდება. ოღონდ ამერიკას და ისინი არ გვეხმარებიან. ოღონდ ამერიკას ჰქონდა კარგად მინდა აგიხსნათ. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, ასე მაგალითად ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში, ISAF-ად წოდებულში და სხვა ოპერაციებშიც
მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეუბნებოდა დაახლოებით შემდეგს. ეს არის თქვენი წვლილი მსოფლიო გლობალურ უსაფრთხოებაში, მაგრამ თქვენ ამით სარგებლობთ კიდეც, აკი ამიტომაც ითვლებით ამერიკის თავარ პარტნიორად რეგიონში და უფრო ფართოდაც და ჩვენ დაგიცავთ რამე რომ იყოს ეგრე მაგის პასუხი 2008 წელს ბევრი რომ ამბობს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ჩვენ სულაც არ დაგვიწვა და ამ პერსით უცხალი გამოგვიგზავნა მეექვსე ფლოტის მეშვეობით ეს არის ტყუილი რომ ვიცოდეთ მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებმა შემოიყვანა რა ეს უზარმაზარი მეექვსე ფლოტის სამხედრო გემები შავ ზღვაში და მას შორის კინაღამ და არღვია საერთაშორისო რამდენიმე კონვენცია, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან დიდი ამბავი, მათ შორის ერდოღანის ამბავი და ასე შემდეგ, ხაშორს წამიღაც. ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სიგნალი გაუგზავნა ამით რუსეთს, რომ ეს ქვეყანა მისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა. სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი დონალდ ტრამპს ამას უთუოდ მოისმენდა მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც აგიკითხარი დღეს იმყოფებოდა ტეირანში, დამწუხრებული სახე ჰქონდა და ალბათ ცრემლი არ ჩამოჰგორებია მარცხენა ან მარჯვენა ლოყაზე, თუმცა იერი სწორედ დამწუხრებული კაცისა ჰქონდა. მიხეილ ყაველაშვილი როგორც წესი არ მიმართავს ხოლმე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ურთიერთობის გადატვირთვის თხოვნით, მაგრამ მიხეილ ყაველაშვილი რომელ ხელისუფლებასაც წარმოადგენს, ის ხელისუფლება კი საშუალოდ კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ერთხელ ამ გვარ აქცენტებს აკრებს, არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ შუალედში, ანუ თვიდან თვემდე, ყოველ სამ კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ გამოირჩევა ეპისტოლეებით ირაკლი გობახიძის, მიხეილ ყაველაშვილის, შალვა პაპუაშვილის და პირველ ყოვლისა ასაკურლია ბიზინა ივანიშვილის ძმაკაცი ან ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც უთუოდ უახლოეს ხანებში დაწერს მორიგ ეპისტოლეს და გვამცნობს კიდევ ერთხელ, რომ დონალდ ტრამპი დიპ სტეიტის გავლენების ქვეშ მოქცეული პრეზიდენტია და საერთოდ არც არანაირი იმედი არ უნდა გქონდეს იმისა, რომ შეერთებული შტატები ურთიერთობას გადატვირთავს საქართველოს რესპუბლიკასთან და ჩვენი გზა გვაქვს, გზა ასე არ ამბობს ხოლმე შათირიშვილი, მაგრამ გზა ნეიტრალიტეტისა, გზა დამოუკიდებელი, გზა ვითომ და სუვერენული დემოკრატიისა, როგორც სუვერენიტეტს ხომ ლახავენ ბანდა ქართული ოცნების წარმომადგენლები და ასევე დემოკრატია ხომ ასევე შელახული აქვს და შელახული აქვს ამის დადასტურებელი არის პრაქტიკულად ყველაფერი, ყოველდღიურობა ჩვენი. ამის თქმა მინდოდა სულ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. Რაღაცა ამ სიტყვების წარმოთქმისას იქ იმყოფებოდა პრეზიდენტად რომ მუშაობს ის მიხეილ ყაველაშვილი ამ ხელისუფლებას დანდობა, არ ვიცი და შენდობა კი ვაშინგტონიდან ნამდვილად არ ექნება. მაგრამ ეს ეხლა ერთ უცნაურეს რამეს გეტყვით, ძალიან კარგია ქართული სახელმწიფოსთვის. ისედაც ცხადზე იყო რომ ქართული რუსული ოცნება ვერ გადატვირთავდა ურთიერთობას ვაშინგტონთან და ახლა ეს საერთოდაც ბეჭედი დასმული ამბავია, რაც უფრო მეტად იბოდიშებთ სიტყვისთვის და ჩაიკუკავს ამერიკის ურთიერთობას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ქართული ოცნების ხელისუფლება, მით უფრო კარგია ჩვენთვის ქართული სახელმწიფოს თავისუფლების სადარაჯოზე მყოფი საზოგადოებისათვის, ვინც შესანიშნავად იცის, რომ შტატები იყო, შტატები არის და შტატები იქნება ჩვენი სუვერენიტეტის თავარი გარანტი. როგორც ჩვენს უნდა ამოვიღოთ ხმა უფრო ძაფრად და მძიმედ და ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა პოლიტიკურ სამარეში უნდა გავისტუმროთ. ნახვამდის.